არა, რა თქმა უნდა, იმიტომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ქართული ხალხის წინაშე, მაშინ როდესაც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ქვეყნის მოქალაქე, დღეს ის არ არის არც პრეზიდენტი და არც მოქალაქე და არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ მაგ დროს ჩაიდინა ეს დანაშაული და თუ კი უკრაინის ხელისუფლება ქართულ ხალხს განიხილავს თავის მეგობრად, რა თქმა უნდა, მან უნდა აკადროს ქართულ ხალხს, არც კი უნდა აკადროს ის, რომ ქართულ ხალხს უთხრას რომ ადამიანი, რომელმაც თქვენთან შექმნა თქვენი წამების სისტემა, რომელმაც 300,000 ადამიანი გაატარა ციხეებში, რომელმაც ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, არადემოკრატიული ყოფილიყო, დაგაწიათ თავს, აი ეს ადამიანი, იმიტომ რომ მე მაქვს ამისი კაპრეზი, იმიტომ სინამდვილეში საფუძველი ამისი არ არსებობს არანაირი და სტრასბურგის სასამართლომ თქვა კიდევაც, გადმომეცდ მე იმისთვის რომ შემდეგ გავათავისუფლო ასე შემდეგ. სინამდვილეში საქმე რაში არის, რომ სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლება პირნათელი არის უკრაინის ხალხის წინაშე და უკრაინის ხელისუფლების წინაშეც მათ შორის. და პირნათელი არის არა მხოლოდ ახლა ომის დროს, არამედ უკვე დიდი ხანია პირნათელია. ხოლო უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართული ხალხის წინაშე. არ არის პირნათელი იმ მომენტიდან, როდესაც შეიფარა მიხეილ სააკაშვილი, ძებნელი დამნაშავე. შემდეგ დადასტურებული დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი ხან ერთ თანამდებობაზე დანიშნა, ხან მეორე თანამდებობაზე და თუ არ ვცდები, დღემდე თანამდებობა აქვს უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად. არ იყო პირნათელი, როდესაც ზურაბ ადეიშვილს ნიშნავდა გენერალური პროკურორის მრჩევლად და ახლა დეპარტამენტის უფროსია თუ არ ვცდები. არ იყო პირნათელი, როდესაც გია ლორქიფანიძეს ადამიანს, რომელმაც შემოაპარა ეს სააკაშვილი იმისთვის, რომ ქართული ხალხისთვის ცხოვრება აერია მიხეილ სააკაშვილს. აქ მერე ყოფილიყო არეულობა და ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ავტომატი გაისროდა და ვის რა დაემართებოდა, კაციშვილმა არის აი ეს ამაზე გაწირეს ქართული ხალხი და ის ადამიანი ამის შემდეგ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინის კონტრაზოვის უფროსის მოადგილედ. ამას რო უკეთებს ქართულ ხალხს, არ მგონია რომ იქ მეგობრობის ნიშნებს აჩვენებს ქართულ ხალხს. ამიტომ ამას ვამბობ, რომ უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართული ხალხის წინაშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უკრაინას ვეხმარებით არა იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფლება სწორედ იქცევა თუ არასწორედ. ჩვენ უკრაინის ხალხს ვეხმარებით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა მათთან. ჩვენ შევიფარეთ უკრაინის ტოლვილები, ჩვენ მათ ვეპყრობით როგორც ქართულ დევნილებს. მათ აქვთ თვეში იგივე დახმარება, რაც აქვს ქართულ დევნილებს, ყოველ წევრზე აქვთ ასევე დახმარება სკოლებში, უკრაინული, რომელ ქვეყანაში გახსნეს უკრაინული სკოლა, 2000-მდე ბავშვი არის და მათ შორის მასწავლებლები არის და კიდევ ერთხელ, მაშინ როდესაც ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ელჩებმა დატოვეს კიევი და დაუშვეს თავის ქვეყნების დროშები, ქართული დროშა ფრიალებდა კიევში და საქართველოს ელჩი იჯდა კიევში და ნაცვლად მადლობისა ქართველი ელჩი გამოაძევა უკრაინის ხელისუფლებამ. აი ეს არის რა თქმა უნდა მეგობრობა ქართული ხალხის მიმართ.